მართლაც ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები, ჩვენ ხედავთ, რომ საკმაოდ ასე ვთქვათ დინამიური გადაწყობა მიდის დღეს მსოფლიოში და ყველა სახელმწიფო, რომელსაც მართავს ხელისუფლება, რომელიც ამ სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება, მიუხედავად იმისა, დემოკრატიული არის ხელისუფლება, დემოკრატიული გზით არის არჩეული თუ არა, მაგრამ ემსახურება საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს, დღეს ყველა სახელმწიფო ცდილობს, რომ მოძებნოს მისი ქვეყნისთვის და მისი ხალხისთვის საუკეთესო, ასე ვთქვათ, განლაგება აი ახალ ძალიან სწრაფად ვითარებაში და ჩვენ ხედავთ, რომ აი ამ გარემოში დღეს საქართველო არის ფაქტიურად უწონადობაში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ რასაც ვამბობ დიდი ხანია და მე ამას ვამბობ დიდი ხანია, რომ საქართველოს დღეს გაუქმებული აქვს სუვერენული უფლება საგარეო პოლიტიკის წარმოებაზე და აღარ აღიქმება როგორც სუვერენული პოლიტიკური ნების მქონე ქვეყანა, რომელსაც ყავს დამოუკიდებელი ხელისუფლება, რომელიც აწარმოებს დამოუკიდებელ, ასე ვთქვათ, პოლიტიკას, სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს საქართველოს არსად აღარ ეძახიან და მე ვიმეორებ, არსად აღარ ეძახიან, იმიტომ რომ შენ რომ სადმე დაგიძახონ, დემოკრატიული ხარ, არ ხარ დემოკრატიული, ადამიანის უფლებების დარღვევას აქვს შენს ქვეყანაში ადგილი თუ არ აქვს, შენ უნდა რაღაცის თქმა შეგეძლოს, შენ სიტყვას უნდა გქონდეს რაიმე ფასი, რაიმე წონა და სწორედ იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ წარმოადგენს სუვერენულ წარმონაქმნს, რომ ის არ წარმოადგენს დღეს დამოუკიდებელი პოლიტიკური ნების მქონე პოლიტიკურ რაღაცა გაერთიანებას, სწორედ ამიტომ არის, რომ საქართველოს დღეს არსად არ ეძახიან. მშვიდობის საბჭოში დაუძახეს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის უზბეკეთი, როგორიც არის ყაზახეთი, ანუ ქვეყნები, სადაც ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ და სხვა ქვეყნები, სადაც არ არის დემოკრატიის ინდექსის თვალსაზრისით, ეს ქვეყნები არ არიან დემოკრატიული სახელმწიფოები, მაგრამ ისინი არიან სუვერენული სახელმწიფოები. და იგივე შემიძლია ვთქვა დავოსის ფორუმთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ვიხილეთ მათ შორის დავოსის ფორუმზე გამოსვლა, სადაც გამოდიოდნენ ისეთი ლიდერები, როგორიც არის სერბეთის ლიდერი, რომელსაც ძალიან ბევრი პრეტენზია, აზერბაიჯანის ლიდერი ალიევი, რომელიც ასევე საუბრობდა რეგიონთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მაგრამ ჩვენს აი ამ პროვინციულ ავტოკრატიას, არალეგიტიმურ პროვინციულ ავტოკრატიას, რომელიც შექმნა ივანიშვილმა საქართველოში და გააუქმა ფაქტიურად ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლება საგარეო პოლიტიკის წარმოებაზე, დღეს არსად აღარ ეძახიან, იმიტომ რომ ისინი არაფერს არ წარმოადგენენ და სიცარიელეს ნოლს არავინ არსად არ ეძახის. სალომე, ანუ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ჭრილში შეიძლება იყოს განხილული ეს საკითხი კონკრეტულად დავოსზე არა, გეკითხებით აი ტრამპის მიერ მიწვევაზე, ხომ, რომელსაც იღებს აზერბაიჯანი და სომხეთი. კონკრეტულად ამ კონტექსტში რა შეიძლება ითქვას? ხშირად გვისაუბრია, თქვათ, სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე გამოკლება რისი თქმელი არის, მაგრამ აი ამ შემთხვევაში კონკრეტულად პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივაზე, როდესაც არის ლაპარაკი აქ საქართველოს არ მიწვევაზე, ეს არის თუ არა გარკვეული ნიშანი ამ მიმართულებით, ხო, იმიტომ რომ ჩვენ მათ შორის რაღაც ეგრეთ წოდებული დაალაგების მიმართულებითაც ბევრი ხნის განმავლობაში გვესმის სხვადასხვა რიტორიკა და ვითარება რეალურად არის ის, რაც არის, ხო, მესიც ის ასე. კიდევ ერთხელ ბიძინა ივანიშვილი არის ნული ბევრი პლუსებით, დღეს საერთაშორისო ასპარეზზე ის არაფერს არ წარმოადგენს, მისი რეჟიმი არაფერს არ წარმოადგენს. ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც ხელმძღვანელობს, ასე ვთქვათ, ძალიან პრაგმატული დამოკიდებულებით იმასთან დაკავშირებით, რომ ვისთან უნდა ითანამშრომლოს და რა თემებზე უნდა ითანამშრომლოს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ხედავს, რომ ამ რეჟიმს არაფერი არ აქვს შესათავაზებელი არავისთვის, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკურ უწონადობაში არანაირ სიმძიმეს არ წარმოადგენს და არაფერი არ აქვს შესათავაზებელი შესაბამისად არც ტრამპის ადმინისტრაციისთვის. ამიტომ ჩვენ ხედავთ, რომ დღევანდელი ვითარება არის იმგვარი, რომ არ არსებობს რეალურად ტოვებენ ძალაში სანქციებს. ივანიშვილი არის დასანქცირებული რუსეთთან თანამშრომლობისთვის. ამ ფორმატში ტრამპმა მიიწვია სხვათა შორის მათ შორის რუსეთი და რაში სჭირდება რუსეთის სანქცირებული ვიღაცა რიგითი
საერთაშორისო, ასე ვთქვათ, თვალსაზრისით აბსოლუტურ უწონადობაში და იზოლაციაში მყოფი კაცის ვიღაცა კიდე წარმომადგენელი კობახიძის სახით, რატო უნდა დაუძახოს სადმე ვინმე, მათ შორის რატო უნდა დაუძახოს ამ ადმინისტრაციამ ამ ფორმატში, შენ რო დაგიძახონ, რაღაცა უნდა გქონდეს შესათავაზებელი. არაფერი შესათავაზებელი არავისთვის დღეს ამ რეჟიმს არ აქვს და ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება ამის. სალომე, დავოსზე დაგისვამთ ერთ კითხვას მოგვიანებით ჩვენ ნახეთ კანადის პრემიერი შთამბეჭდავის სიტყვა, რომელსაც აქტიურად ავრცელებენ მედიები, რაზეც ჰქონდა მას აქცენტი ახალ რეალობასთან დაკავშირებით, ასევე საშუალო სახელმწიფოების ერთად მოქმედების აუცილებლობაზე, მაგრამ იქამდე მოდი ქართულ პოლიტიკას შევეხოთ და იმ აქცენტს, რომელიც ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, ხო, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ ზურაბიშვილი, რომელიც ახალ არჩევნებზე როგორც გამოსავალზე ლაპარაკობდა და ასევე საუბრობდა ძველების შემცირებულ და ახალი პარტიების მზარდ რეიტინგზე თუ ისინი გაიზომებიან, ხო? ამგვარი აქცენტი ჰქონდა. აი ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ კონკრეტულად, აი თქვენ როგორ ხედავთ შემდგომ პროცესს, არსებული, ასე ვთქვათ, სურათის გაანალიზების შემდეგ, იმიტომ რომ შიდა პოლიტიკის საკითხებს ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნება ყველა, ასე ვთქვათ, თემას აბამს, ხო? გარკვეულწილად, აი მაგალითად დღეს უსმენდი დეპუტატ მაჭარაშვილს, რომელიც ამბობდა, რომ ხედავთ რა ხდება ნატოში, ევროკავშირში, ამერიკაში ისინი ვერ ლაგდებიან და ვის აქვს იმედი, რომ აქ დალაგდებიან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, ხო? აი ამ ნარატივსაც რას უპასუხებთ და ასევე როგორ ხედავთ შემდგომ გზას? ხო, ახალი არჩევნების მოთხოვნა მე არ ვიცი ამაში ახალი რა არის, იმიტომ რომ 2024 წლის გაყალბება 2024 წელს მაშინდელმა ოპოზიციამ, იმ ოპოზიციამ, რომლის აკრძალვასაც დღეს ცდილობს ხელისუფლება კანონით მოიგო არჩევნები. სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს ეს რეჟიმი ცდილობს აკრძალოს პარტიები, რომლებმაც გაიმარჯვეს არჩევნებში. ხო, ამაზე ხო ორი აზრი არ არსებობს. იმიტომ რომ აბსურდია ერთის მხრივ საუბარი მუდმივად იმაზე, პრეტენზიებზე არ არის, შეიძლება ძალიან ბევრი პრეტენზია იყოს ოპოზიციასთან და მეც მაქვს და თქვენც გაქვთ და დარწმუნებული ვარ მოქალაქეებსაც აქვთ, მაგრამ თავისთავად ის, რომ თურმე ოპოზიცია, რაც არსებობდა დღემდე, არაფერს არ წარმოადგენს და თან ამავე დროს ამ ხელისუფლებას უნდა კანონის ძალით, კიდევ ერთხელ ვამბობ, კანონის ძალით აკრძალოს ამ პარტიების არსებობა, ეს თავისთავად ნონსენსია და ჭკვიანი ადამიანი უნდა ხვდებოდეს, რომ თუ არაფერს არ წარმოადგენენ ეს ოპოზიციური პარტიები, მაშინ რა რჯის ბიძინა ივანიშვილს, რომ აკრძალოს მათი არსებობა. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მოვიგეთ არჩევნები 2024 წელს, ამიტომ არის, რომ დღეს ამ პარტიების განადგურების, ასე ვთქვათ, რაღაცა შემდეგ ეტაპზე გადადის რეჟიმი. ხო, თუმცა ხშირად მოყავთ ხოლმე ანალიტიკოსებს სალომე ბელარუსის მაგალითი, ხო, კონკრეტულად, სადაც ლუკაშენკო ამ ფაქტორს იყენებდა მისი საქმიანობის გზაზე, იმგვარად, ვთქვათ, როგორც დასჭირდებოდა ეს, მათ შორის იმ ოპოზიციას, ვთქვათ, რომელზეც მას ჰქონდა გავლენა, ხო? აი ეს დიდხნიანი ისტორია, ლუკაშენკას დამოკიდებულება ოპოზიციასთან იქამდე, ვიდრე საერთოდ გააქრობდა მას. მე თქვენ კითხეთ კონკრეტულად შედეგის თქვენ რა ინსინუაციას აკეთებთ, რომ არსებული ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის გავლენას ექვემდებარება. ჩვენი პარტია ლელო ნამდვილად არ ექვემდებარება და სხვა პარტიებზე თუ გაქვთ რამე ინფორმაცია შეიძლება არა მე არ ვამტკიცებ ამას. არა, არ ვამტკიცებ ამას არანაირად, უბრალოდ თქვენ შეიძლება გამორიცხოთ ის, რომ რაღაც გარკვეული გავლენა ქონდეს. ამას საზოგადოების ნაწილიც არ გამორიცხავს, ამიტომ არის ეს კითხვა. შეიძლება, მაგრამ არაფერს გამორიცხვა შეიძლება, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდიან ადამიანები, რომლებსაც დიდხნიანი კავშირი ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის, ასევე შეიძლება ინსინუაცია გავაკეთო, რომ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ ვიღაცა უკეთესი ოპოზიცია იქნება მისთვის, ვიდრე ის პარტიები, რომლებმაც მოიგეს უკვე არჩევნები. ინსინუაციების გაკეთება გრაუნდ შეიძლება. ამიტომ მე ამ სპეკულაციებში არ შევალ. მე ვიცი ერთი რამე, რომ ჩვენ გაერთიანებული ძალებით მოვიგეთ 2024 წლის არჩევნები. ძალიან სამწუხაროდ ამის მერე შეცდომები დაუშვა არსებულმა ოპოზიციამ, ახლა აღარ შევალ ამის განხილვაში და დღეს წესრიგში დგას ამ პარტიების, რომლებაც მოუგეს არჩევნები ივანიშვილს, აკრძალვის საკითხი დღის წესრიგში. ვინმეს თუ აქვს ილუზია, რომ ამ პარტიებს აკრძალავს ივანიშვილი და შესაძლებლობას მიცემს,
რომ რაღაცა სხვა პარტიებმა მას მოუგონ შემდეგ საპარლამენტო არჩევნები, ახლებმა სრული ახალ პარტიებზე. არ ვიცი, ვიღაცამ ხვალ დაარსებს პარტიას და მოლოდინი რომ ეს პარტია ახალ დაარსებულ პარტიას ერთ რამეს ვიტყვი რომ იმ გარემოში რომელიც დღეს არის საქართველოში მოტყუება არის ხალხის რომ პოლიტიკური არსებობის უფლებას მისცემენ ვინმეს ვინც რეალურ საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი როდესაც ჩვენ საუბრობთ თანამშრომლობის ფორმატებზე, გაერთიანების რაღაცა ფორმატებზე, აქ საუბარი უნდა იყოს ისეთ მასშტაბურ გაერთიანებაზე, თუ ესეთი გაერთიანება შედგა კონკრეტული დღის წესრიგი და კონკრეტული ამოცანებით, რომელიც მართლა იქნება ძალა, რომელსაც ანგარიშგასაწევი ძალა იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის. დღეს ყველა ვინც ამბობს, რომ არსებულ ოპოზიციას აგრძელებს ივანიშვილი და მოდი ამას ჩავანაცვლებთ რამე სხვა ოპოზიციით, თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, მე ჩემ პირად აზრს გეუბნებით, რომ სწორედ ეს არის ივანიშვილის თამაში, იმიტომ რომ ვერანაირი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ცალკე განყენებული რაიმე ახალი პოლიტიკური ძალა არ მიეცემა არავის არსებობის შესაძლებლობა, ძალიან გაჭრილად ვიტყვი, თუ ის რამეს საფრთხეს შეუქმნის ივანიშვილს დღევანდელ გარემოში. ამის საპირწონედ არის თუ არა დღეს საჭირო დიდი ერთობლივი რაღაცა სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატის შექმნა ყველას მიერ, ვინც ეწინააღმდეგება ამ რეჟიმს, ოღონდ ძალიან კიდევ ერთხელ ვამბობ, კონკრეტული დღის წესრიგით და კონკრეტული ამოცანებით და კონკრეტული სამოქმედო გეგმით, ჩემი აზრით კი. ოღონდ ეს ყველაფერი როგორ ასე ვთქვათ, შეიძლება მოიქცეს რაღაც ჩარშოში, რომელიც კონსტრუქციულ და მე ვიტყოდი სისტემატიური პოლიტიკური პროცესის შექმნის შესაძლებლობას შექმნის, ეს არის დღეს ჩემი აზრით სამსჯელო, იმიტომ რომ მათ შორის 4 ოქტომბრის ძალიან სულელური გადაწყვეტილების შედეგად, რაც შეეხებოდა არჩევნების ბოიკოტს და მერე ამ არჩევნების ბოიკოტის ლოგიკურ შედეგს, რაც ჩვენ ვიხილეთ 4 ოქტომბერს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვკიდებ პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ ხალხს, ვინც ამბობდა 4-ში ვიწყებ და 4-ში ვამთავრებ, იმიტომ რომ ეს ლოგიკური შედეგი იყო ბოიკოტის. ჩვენი პოზიცია, ლელოს პოზიცია არის, რომ მსგავს მოუფიქრებელ გადაწყვეტილებებში ჩვენ ვერავისთან ვერ ვითანამშრომლებთ, მაგრამ თუ არსებობს რაიმე პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც არის რაციონალური, რომელიც ითვალისწინებს მართლაც ძლიერი, ასე ვთქვათ, სტრატეგიის შექმნას ივანიშვილის წინააღმდეგ, ჩვენ ცხადია ყოველთვის ვდათვალთ კონსულტაციებისთვის. სალომე, კონკრეტული დღის წესრიგით ახსენეთ ფორმატის შექმნის მნიშვნელობა, ხო, და აუცილებლობა. აი, ამ მიმართულებით კონკრეტული სამუშაო მიმდინარეობს ახლა, აი, შეგიძლიათ თქვათ რამე, თქვათ, მიდის ეს კონსულტაცია, ჩვენ ვნახავთ ამ კუთხით კონკრეტულ პროცესს უახლოეს პერიოდში? მე ყოველ შემთხვევაში ვერ ვხედავ, რომ რაიმე, ასე ვთქვათ, რაღაცა არსებობს რაღაც განცხადებები სხვადასხვა აქტორების მხრიდან, რომ მსგავსი პროცესი მიდის, ან არ ვიცი, იქნება უახლოეს მომავალში, ვნახოთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მზადყოფნა გვაქვს, რომ მივიღოთ მონაწილეობა ყველა პროცესში, რომელიც იქნება აზრიანი, რაციონალური და სტრატეგიულად დაგეგმილი. უაზრობებში, ვერც ტყუილებში და ვერც მცდარი მოლოდინების შექმნაში საზოგადოებაში ჩვენ ვერავის პარტნიორი ვერ ვიქნებით და არ ვიქნებით რაც თავად. და ბოლოს კითხავთ დავოსზე, როგორც გითხარით, დავოსზე გაკეთებულ მთავარ განცხადებებთან დაკავშირებით, კანადის პრემიერის სიტყვა და მისი აქცენტები არის ყურადღების ფოკუსში, მათ შორის მან ახსენა საშუალო სახელმწიფოები და თქვა, რომ თუ ისინი ერთად არ იმოქმედებენ, მაშინ მაგიდასთან თუ არ ვისხდებით, ჩვენ აღმოჩნდებით მენიუში, ხო? ესეთი განმარტება ქონდა აი დიდი სახელმწიფოების განცხადების კვალ-დაკვალ. აი ამაზე რას ნიშნავს ეს? აი თქვენ როგორ გაიგეთ თქვა ეს განცხადება სალომე და რატომ არის ჩვენთვის, ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის ასევე საყურადღებო და შემდეგ დაგემშვიდობებით. ხო, ნუ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის დიდად რელევანტური არ არის კანადის პრემიერ-მინისტრი რაზეც საუბრობდა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან შორს ვართ იმ სახელმწიფოებისგან, რომელსაც ის გულისხმობდა. საქართველოს დღეს არის სამწუხაროდ მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი, ყველაზე ერთ-ერთი დემოკრატიული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი და ერთ-ერთი ყველაზე უკვე იზოლირებული სახელმწიფო. ამიტომ
ჩვენ დღევანდელი მდგომარეობით რუსეთს ყოველ შემთხვევაში მიაჩნია, რომ მენიუში უკვე ვიყავით და უკვე მონელებულიც ვართ რუსეთის მიერ, რუსეთი ამას ესახედავს და მხოლოდ საკითხი დგას ჩვენ ვეგუებით თუ არა ამას როგორც საზოგადოება და როგორც ხალხი ვეგუებით თუ არა იმას, რომ რუსეთს უკვე მონელებულების, ასე ვთქვათ, სიაში ვყავართ ჩასმული. მე ვფიქრობ, საზოგადოება ამას რო არ ეგუება ეს ჩანს და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ, იმიტომ რომ მათ შორის კანადის პრემიერ-მინისტრმა რაც თქვა, იქიდან ჩვენთვის რელევანტური რაც არის ის, რასაც მე დიდი ხანია ვამბობ, რომ საქართველოს სუვერენიტეტის გადარჩენის ერთადერთი გზა ეს არის, რომ ჩვენ სწრაფად გავწევრიანდეთ ევროკავშირის რიგებში და არ დავრჩათ მარტო მართლაც რუსეთის მიერ მონელებულ მდგომარეობაში.